მოგესალმებით იმედის რადიოს პირდაპირ ეთერში, თქვენ თვალყურს ადევნებთ გადაცემას იმედის კულტურა, მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი ვარ და ჩვენ დღეს ვაგრძელებთ საუბარს ზოგადად კულტურულ მოვლენაზე, კულტურულ ფენომენზე, ასე შეიძლება დავარქვათ იმ ამბავს, რაც მრავალი წლის წინ შეიქმნა მუსიკალურ სამყაროში და ეს იყო ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი ზიური. ჩვენ არა მარტო ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს მაგალითად ამ მიმართულებით და ჩვენი სტუმარი გახლავთ მომღერალი, შემიძლია ეს მამაღლავ თქვა ყველასთვის საყვარელი მომღერალი, ქალბატონი მაია ჯაბუა, მოგესალმებით, მაია. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენს გადაცემაში ზოგადად საუბრობთ ხოლმე, უფრო შეიძლება ითქვას ნებისმიერი საკითხის ანალიზს ვაკეთებთ. უფრო ესე თქვათ შეიძლება ითქვას უფრო ესე პროფესიონალურ დონეზე ჩავდივართ ხოლმე, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, როცა გადაცემისთვის ვემზადები, რამდენიმე თქვენს ინტერვიუს მოусმინე, ძალიან ბევრს გესაუბრებიან, რა თქმა უნდა, მზიურზე, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს როგორ, რანაირად, რისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით დავიწყოთ ცოტა სხვა კუთხით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენი სურვილი იყო ეს თუ მიგიყვანეს? ნუ არა, სურვილი როგორ დედამ შენიშნა, რომ სულ ვმღეროდი და თვითონ დედას გადასარევის მენა ჰქონდა და ძალიან კარგად მღეროდა და ნუ მიხვდა რომ რაღაცა კარგად გამომდის ეს საქმე ეტყობა და უბრალოდ ესე გავისეირნეთ სასახლისკენ და რო ვათვალიერებთ სრულიად შემთხვევით მოხდა იქ. ანუ შეიძლება და სულ სხვა ანსამბლი ყოფილიყო. ანსამბლი არ იყო, ჯერ ვოკალურ ჯგუფში მოვხვდი სრულიად დაუგეგმავად, ესე ბევრი ხალხი იყო, იკითხა რა ხდებოდა და აი ესე კონკურსი არისო, ნუ ეხლა კასტინგს რო ეძახიან და მკითხა და აქო ბავშვები შედიან მღერიანო და ვინც კარგად ხო და ხო არ იმღერებდი შენცო ძალიან ესე შემაპარა და კი მეთქი. ნუ შევედი ვიმღერე და მოვხვდი ასე ამ ვოკალურ ჯგუფში ჩემი პედაგოგი იყო შურა ჯანელიძე და აი შემდეგ იყო უკვე შეიქმნა მზიური და მე აი ამ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლზე თუ ეს არა სასახლის ბაზაზე აი ზაფხულობით ბანაკებში რო ისვენებდნენ ბავშვები ჩვენ დროს აი სასახლესაც ჰქონდა ესე სხვადასხვა ზაფხულობით ისვენებდნენ ხოლმე ეს ბავშვები სხვადასხვა წრეებიდან აირჩა ეს გოგონები შეარჩიეს, ოღონდ მე არ ვიყავი იმ ბანაკში, მე თბილისში სწორედ მასწავლეს ნუნუ გაბუნიას სიმღერა, ლეგენდა თბილისზე და გამაცდეს ეს გოგონები ერთ ოთახში ისხდნენ და აი ესენი დაუკრავენ და შენ იმღერებო და მართლაც რამოდენიმე რეპეტიციის მერე პირველად წარვსდექით სცენაზე რუსთაველის თეატრში იყო რაღაცა დიდი ღონისძიება, სამთავრობო, არ ვიცი რა. აი იქ ვიმღერეთ პირველად. სულ რაღაცა ორი სიმღერა ჰქონდა ჯერ გაკეთებული და აი იმ დღიდან დაიწყო ჩვენი აი დღევანდელი აი აქედან გადასახედიდან, იმიტომ რომ ალბათ მაშინ მაინც ვერაცნობიერებდით, ხო, რა ხდებოდა თქვენს თავს? რა თქმა უნდა. ხო, ეს უფრო გართობა იყო, შეგვიძლია დავარქვათ ამას? იცი რა, ხო, აი ბავშვის სწორედ ხიბლი ეს არის, რომ ის თამაშობს თითქოს, მაგრამ ამ ვითომ გართობაში აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს შრომობდით და მე უკვე აი ამ ჩვენს პოპულარობასთან ერთად, რა თქმა უნდა, დატვირთვაც ძალიან იზრდებოდა. ნუ ძალიან ბევრი რეპეტიციები, ფაქტიურად ესეთი არაბავშვურ რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება. მით უმეტეს გასტროლზე რო ვიყავით, 2 კონცერტი, 3 კონცერტი ქალაქიდან ქალაქში გადასვლა და ნუ ეხლა წარმოიდგინეთ ეს რამხელა დატვირთვა იყო, მაგრამ აი სწორედ ეს არის ბავშვი, რომ აი ესეთი დაღლილები, რომ მივდიოდით სასტუმროში, იქ კიდევ ახერხებდით, მე ვთამაშობდით კიდე რაღაცას ერთმანეთს.
ხან სკოლობანას, ხან სახლობანას და ხან უბრალოდ თუ ენერგია ულევი იყო. ხო, აი ეს იყო საოცარი. აი რომ გავიზარდეთ სხვათა შორის, მე მივხვდი რომ თურმე ძალიან ბევრს შრომობდით, ხო, მაგრამ აი რაღაცა მაინც ბავშვური ხასიათი ბევრად ისეთი ამ. როგორ შეგაყვარეს ეს რეპეტიციები, იმიტომ რომ თქვენი თქმის არ იყოს ეს მართლა კოლოსალური შრომა იყო, ახლა აქედან იცი რა, ამას ვერ შეიყვარებ, ეს რაღაცა ეს გამოიმუშავებ, აი ამ დისციპლინას რაღაც, აი ჯდები ამ რეჟიმში და მე მადლიერი ვარ და სულ მართლას უმადლობას ვეუბნები იმ წლებს, იმ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს აი რეჟიმი არის ძალიან დიდი რამე ყველა ბავშვისთვის ახლა მაინც ანსამბლში მღერის მოცეკვავეა თუ რა თქმა უნდა ხო ეს არის ისეთი დისციპლინა ბავშვში რომ ამას რომ რას ეს არის სინონიმი პროფესიონალიზმის რა ეს დისციპლინა არის მთავარი რომ ბავშვი ისეთი ფენომენია, რომ მაინც მოასწრებს გართობას, მაინც ითამაშებს, მაინც იხალისებს, ოღონდ აი უნდა აკეთებინოს, სულ უნდა აკეთოს რაღაცა. მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ის ცოტა გადახრა აქვს ზოგიერთ მშობელს, რომ ყველა წრეზე უნდა ატარო აუცილებლად და აქვს მონაცემი არ არის, იტანჯება ბავშვი, ეს რა თქმა უნდა მე ამას არ ვემხრობი, მაგრამ როცა ხედავ რომ შენ შვილს რაღაც მართლა გამორჩეული მონაცემი აქვს, უნდა მიმართულება მისცე, განათლება მისცე, შრომა სწავლობ ამ დროს დისციპლინას. კი ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ნუ არ მინდა ამ კონცერტზე წასვლა, იმიტომ რომ ეზოში ვთამაშობ ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ და ნუ დედაჩემი წავედით დამიძახებდა, მივდივართ კონცერტი გაქვს დღეს და ნუ აი ბევრჯერ ან დაბადების დღეზე რაღაც ჩემ მეგობართან მინდა და მე ვერ მივდივარ, იმიტომ რომ იმ დღეს გვაქვს გადაღება ან რაღაც და ბევრჯერ დამწყვეტია გული, მაგრამ ნუ მე უკვე რომ გავიზარდე, უკვე მივხვდი რომ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მე არის დაბადების დღე, მე არის მეგობართან. ყველა ასე იყავით. ხო, არ ვიცი ხა ყველას ნაცვლად მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე იყო რა და დღესაც აი სულ ვიძახი რომ მე ვარ იმის ხარჯზე რაც მე ვისწავლე ბავშვობაში აი ძალიან ხშირად გვეცინება ხოლმე მე და ეკას რაღაც გადაღება ან ჩაწერა არის და ბევრნი ვართ იქ ახალგაზრდა თაობის ჩემი კოლეგები და ის და ნუ ის დაიწყება ხოლმე წუწუნი დავიღალეთ გამიშვით მე მეჩქარება ის ამაქვს ან საქმე ან აღარ შემიძლია და ნუ აი ჩვენ როგორც ნამდვილი ჯარისკაცები ჩვენ არ ვიღებთ ხმას იმიტომ რომ აი რაღაცა ეს სკოლა გვაქვს გამოვლილი ძალიან დიდი რა ჩვენ თუ გადავავლებთ ისტორიას თვალს ხალბატონ მაია იმ პერიოდის ანსამბლებისა ვოკალურ-ინსტრუმენტალური საბავშვო ანსამბლებისა საბჭოთა კავშირში მაშინ ბევრი იყო მაგრამ რომელი არის მოსკოვს ხავდა არა არ არსებობს ჩვენ არ მაგას ვამბობ მაგრამ გუნდი ყავდათ იმათ მაგრამ აი რასაც შეეხება მზიური იმ პერიოდში ესე ვთქვა დაჩრდილა ყველა და ყველაფერი მე ასაკობრივ კატეგორიას ვამბობ ახლა და დიდ ესტრადაზე ჯერს ვამბობ თუმცა მზიური დიდი ესტრადაც იყო იმ პერიოდში უკვე რა იყო აი ამის წარმათან პლუს კიდევ რაც არის გასათვალისწინებელი ეს არ არის დღევანდელი დღე როცა პოპულარობა ძალიან მარტივია ყველას თავის ტელევიზია ჯიბით დააქვს შეიძლება ასე ითქვას აი რა იყო ის მთავარი მარცვალი ის მთავარი ნიშნულოვანი რამაც ასე გაისროლა მოდით ასე ვთქვათ ნუ ჯერ ერთი მართლაც რომ მე არ მაგონდება საბჭოთა იმ სივრცე იმ პერიოდში მსგავსი ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი თქვენ რაც ახსენეთ რუსებს ყავდათ ხორ ესე ვთქვათ გუნდები ყავდათ ხო ყველას და მაშინ ძალიან ესეთი ძლიერი გუნდები იყო სკოლებს ფანტასტიკური გუნდები ყავდათ და ძალიან კარგი იყო ეს მაგრამ აი ესეთი რომ
გოგონები თვითონ უკრავენ, თვითონ მღერიან, თვითონ ცეკვავენ და ხმებში აკეთებენ ამას და რა თქმა უნდა ცოცხლად მაშინ ფონოგრამა არ არსებობდა, ფონოგრამაზე სიმღერა კონცერტზე წარმოუდგენელი რამ იყო ეს. არ იყო. აი ამ ხელა სივრცე საბჭოთა კავშირი და გინდაც მე უკვე საზღვარგარეთ რო დავდიოდით და მოგზაურობდით, არც მსგავსი მე იქ არ შემხვედრია. იმიტომ კი არა რომ მე არ ვიცი, რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა გავიგებდით და კი, არა, არ ყოფილა. თითქოს ანუ თავის ხალხურ არა, ნუ იქაც აი ხა ჩვენ ტოლებს ხვდებოდით, გუნდი იყო, მღეროდნენ აი ჰოლანდიელი ბავშვები, გერმანელი ბავშვები, მაგრამ თვითონ აი ეს ჩვენი ტოლი ბავშვებიც იყვნენ გაოცებულები, იმიტომ რომ მართლა აი ამ ხელა აი როგორც უფროს კაცებს ჭირად ზუსტად ის გიტარა ის დასარტყამი ინსტრუმენტები ცალკე ეს ლია ხორბალაძე ეს ჩვენი დრამერი ეს ნუ რაღაცა მოვლენა იყო მე არ ვიცი ბიჭი არ უკრავდა ეს მე არ ვიცი ნუ ეხლა უფროს ადამიანებზე არ ვსაუბრობდა ამიტომ იყო ყველა ეს იყო მართლა პირველი მართლა გასაოცარი და ნუ არ ვიცი ალბათ ეს გულწრფელობა იყო, რაც იყო ძალიან დიდი პლუსი, აი ფიშკა რომ უყვართ ამის თქმა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს მრავალხმიანობა ამ პატარა გოგონები ვიდექით და სამხმაში მღეროდით. ჩვენ ხო თან ყველა ენაზე მღეროდით, სადაც ჩავდიოდით, რა თქმა უნდა იმ ენაზე ვასრულებდით მათ რამდენიმე სიმღერას. მე თუ საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ვიღაც ძალიან ესეთი სერიოზული სტუმარი ჩამოვიდოდა და უამრავი ჩამოდიოდა. კონგალიყავით. სასახლეში რო არ მოსულიყო და არ ეჩვენებინათ მზიური, ესეთი ფაქტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, იმ ენაზე ვასრულებდით. აი წინა დღეს გვეტყოდნენ, ხვალ უნდა რუმინულად ვიმღეროთ. ნუ მეორე დღეს რუმინულად ვღეროდით. ან პოლონელი სტუმარი, ან რაღაც უნგრული, იტალიური. არ ქონდა მნიშვნელობა. ამას ყველაფერს ვაკე. მე ქონდა მუსიკალური სპექტაკლი ბურატინო, რომელსაც ნუ საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა ეს ბავშვების ეს თამაში. ნუ რომელი ან ცეკვა, ქორეოგრაფი ყავდა, იურა ზარეცკი ცნობილი ასეთი და ნუ რა ვიცი, ფაქტიურად სრულიად ახალი სიტყვა ვთქვით ჩვენ იმ წლებში და ნუ რეპერტუარი იყო მაშინ ხო შესაფერისი. მე ეს ჩვენი თუნდაც ეს უნიფორმა, რომელიც რაღაცა ერთნაირად ვიყავით და ნუ ბავშვები ვიყავით და ბავშვებს ჰონორარები სად მიდიოდა ქალბატონო? არ ჩვენ ჰონორარი არასდროს არ გქონია, არა, არასდროს და არც მშობლების დონეზე გასულ? არა, როგორ მშობლებს ვინ მიცემდა ჩვენ ჰონორარს? ხო და ნუ ეს ჩვენი რაღაც ჰონორარები რაღაცა მახსოვს რომ აი სასახლეს ძალიან დიდი აპარატურა შეიძინეს აი ამ ჩვენი კონცერტებით. კი ბატონო რაც ჩვენს პირველ რიგში ჩვენ ვიყენებდით ამ გადასარევ აპარატურას იმ პერიოდისთვის და რა თქმა უნდა ეს სასახლესაც ხმარდებოდა. ნუ რაღაც არ ვიცი ეს უცხოეთში უფრო გვასაჩუქრებდნენ ხოლმე რაღაც რომ ხა ჩვენ რაღაც სუვენირის და ესეთი ფული ქონოდა და ჰონორარი როგორც ეგეთი საბჭოთა ბავშვებს არ ქონდა უფლება. სოფელ მომღერალს პრობლემა ქონდა საზღვარგარეთ გასვლით ზოგადად კი ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ. ჩვენ და სუხიშვილები ძალიან ბევრს დავდიოდით კი. ჩვენ არა. ხო, ნუ ეს ნამდვილად საინტერესო ფაქტია და ქალბატონო მაია, იცით რა არის კიდევ რა იქნებოდა ალბათ საინტერესო რომ გავიხსენოთ, აი თქვენ რეპერტუარი ახსენეთ. ვინ იყო პასუხისმგებელი ამაზე? ვინ გირჩევთ, რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რომ და ალბათ დამეთანხმებით თქვენ როგორც მომღერალი რომ შეურჩიო ყველა ასაკში თავის შესაბამისი რეპერტუარი. და თქვენ რასაც ჩვენ ახლა ვუყურებ და ვუსმენთ აბსოლუტურად აი ყველაფერი იყო გეგონებათ რომ თქვენთვის იყო ეს ყველაფერი და ხო იცით რა არის ხა ეს რამოდენიმე მის იყო
პედაგოგი სასახლეში, ну რა თქმა უნდა ეს ხელმძღვანელები თავისთავად, მაგრამ რა იყო იცი საინტერესო, რომ აი რამოდენიმე სოლისტი ვინც ვიყავით, ყველას ძალიან ინდივიდუალური ვიყავით, სულ ყველა არც ერთი არ ვგავდით ერთმანეთს. ყველა სხვადასხვა ჟანრი ქონდა, სხვადასხვა ტემბრი ქონდა ხმის და აი ამის მიხედვითაც ირჩეოდა რეპერტუარი სოლისტებს რაც შეეხება და ну თვითონ ეხა ანსამბლური ნომრები რაც იყო თავისთავად. ну რა ვიცი ძალიან ბევრი კომპოზიტორი გვთავაზობდა თავის სიმღერას, სპეციალურად წერდნენ ჩვენთვის. ну ეს პირდაპირ პროპორციულად პოპულარული ხდებოდა. რა თქმა უნდა, ხო და ასე რომ ძალიან გვანებირებდნენ ძალიან ესეთი სერიოზული კომპოზიტორები მიუხედავად ჩვენი ასაკის. რამდენი წელი გაგრძელდა ეს თქვენი? იცით როგორ იყო სასახლე, აი სკოლას რო ამთავრებდი, მე მოდიოდი სასახლიდან და ну ფაქტიურად მე მომიწია, ესე იგი 71-ში შეიქმნა მზიური და 79-ში დავამთავრე სკოლა და თქვენი თაობა. კი და 80-ში უკვე ჩვენი თაობა წამოვიდა მთლიანად. შეიძლება ცოტა პროვოკაციულ კითხვას მოგცემთ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ სადღაც ალბათ ამ კითხვაში ლოგიკა არის. რატო ვერ გაგრძელდა ისე მზიური? როგორც თქვენ თაობის დროს. იცით რა მზიური არსებობს. თუ მეთანხმებით. დღემდე არ ვიცი რო არსებობს. მე მგონი მე-10 თაობა არის თუ რაღაცა, ზუსტად არ ვიცი. აი იმ დონეზე რატო ვეღარ გაგრძელდა? ხო, ну არ ვიცი, რატო ვერ გაგრძელდა, იმიტომ რომ არა, ну ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს მართლაც უნიკალური თაობა იყო, ეს პირველი თაობა, იმიტომ რომ ახლა რომ გადავხედოთ, ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი, მართლა ყველა თავისებურად ნიჭიერი იყო. იმიტომ რომ ზოგი უკრავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი უკრავდა და მღეროდა ერთად. ну რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ ეს ადამიანები ერთად უნდა შეკრებილიყავით და მოხდარიყო ის, რაც მოხდა. ხო, ну არის რაღაც. ამის მერი ალბათ თამასა კიდევ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ მზიური გაგრძელებულიყო იმ სახელით, რა სახელითაც დაიწყო. მე ჯერა აი რაღაცა კანონზომიერების რაღაცის, იცი, ჯერა იმის, რომ აი რაღაცა ძალიან დიდი მოვლენები არ არის ადამიანის ხელში, სადღაც სხვაგან წყდება ეს ამბავი. აი ეს შემთხვევა იყო მზიურიც, ეს შემთხვევა იყო, ასე იყო სადღაც დაწერილი და ეს ჩვენ გვერგო ეს ბედნიერება. აი თუნდაც იგივე ჩვენი შემადგენლობა რო იყო მცდელობა, რომ უკვე უნივერსიტეტში შევკრებილიყავით, იმიტომ რომ უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. და სტუდენტობის პერიოდში კიდე რაღაც ჯგუფზე ფიქრობდი? არა, ისევ ეს ჩვენი მზიური, რომ უკვე აი უნივერსიტეტის სტუდენტური ასაკი გვაქვს უკვე და მეტი წილი იქა ვართ და ნუ თავისუფლად შეგვეძლო შევკრებილი, ისევ გაგვეგრძელებინა მზიური. ერთი-ორი რეპეტიცია ჩატარდა კიდეც და მე პირადად მივხვდი, რომ ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა, იმიტომ რომ არა, ეს აღარ შეიძლება, ჯერ ერთი ვეღარ გაიმეორებ იმას, ასაკი თავის, ყველა ასაკს თავისი მოთხოვნილებები აქვს. ის რაც გიხდებოდა 10 წლის, 12 წლის ბავშვს და თუნდაც 15 წლის გოგონას, აქ უკვე სხვა მოთხოვნილება არის, უკვე სხვა დონეზე უნდა მიაწოდო, უკვე რეპერტუარი უნდა შეცვალო, შენი ვიზუალი, იმიჯი, ყველაფერი. იგივე თუნდაც როგორც შემსრულებელმა, მუსიკოსმა, უკვე სხვა ტექნიკა გინდა, სხვა ხარისხი მოგეთხოვება და ეს არ იყო. და ამიტომ ერთი აი ობიექტურად და ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, ის ენერგეტიკა, ის ხიბლი აღარ მოდიოდა ამ სცენიდან და უკვე სხვანაირი იყო და ამ დროს ჯობია რომ ის არ გააფუჭო, რაც იყო საოცარი და ხელშეუხებელი დატოვო და აი ამდენი წელი გავიდა და დღესაც მზიურზე საუბრობთ, ხო, ალბათ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომ რაღაცა რო სრულდება, იმას უნდა მიცე უფლება, რომ დასრულდეს და ძალით
აღარ უნდა მიაწეპო, აღარ უნდა მოიგონო. აი ის უკვე ცუდი იქნებოდა და ეს მზიური იყო, აი მართლა ზევიდან რა ღმერთის ნებაო რო იტყვიან და მე შენ აღარ უნდა მოიგონო რაღაცა და კარგია ასე რომ ბევრი ადამიანი ხვდებოდეს დღეს. კი, ძალიან უმტკივნეულოდ და ესე დაასვეხა და ვინც ვიყავით სოლისტები ბავშვობაში. დღესაც გავართ სცენაზე. აი ეგეც ესეც უნდა მეკითხა ახლა, მაგრამ თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი. როგორ თქვენი აზრი მაინტერესებს, ანუ როცა დაიწყეთ ბზიურში სიმღერა, როგორ ფიქრობდით, რომ ეს არის ის პროფესია, რასაც უნდა გვეყოლოდით, თუ ამაზე სერიოზულად არ ფიქრობდით? არა, მე ძალიან სერიოზულად ვაკეთებდი იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი ბავშვობაში. ხო, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია აი სხვა რაღაცის კეთება. აი როგორც იტყვიან, რომ ოცნება ვერ მოვასწარიო, არც მიოცნებია. ხო, ერთადერთი იყო, რომ რაღაცა აი უკვე რომ ვამთავრებდი სკოლას, ვფიქრობდი, რომ იმდენად მიყვარს თეატრი და მიყვარს კინო, რომ ვფიქრობდი, რომ აი ვიქნებოდი მსახიობი სიამოვნებით, იმიტომ რომ ნუ რაღაცა კარგი ინტუიცია მაქვს დაუშვათ ხვდები, კარგ თამაშს, ფალშს ხვდები. ნუ რაღაც ხა თავს არ ვიქებ, მაგრამ ნუ ვფიქრობდი, რომ მე ამ პროფესიაში ჩემ თავს ხედავდი. მაგრამ აი ესე რო გითხრათ, მე საერთოდ ერთი რამის წამს თუ რაღაცა არ ხდება შენ ცხოვრებაში, ესე იგი ძალიან არ გინდოდა და არავის ბრალი არ არის. ხო და ეთყობა ძალიანაც არ მინდოდა ეს მსახიობობა, რომ დომოდა ესე იოლად არ დავთმობდი, ხო, იმიტომ რომ მამამ მთხოვა რომ მოდი ინგლისური ისწავლე და აი მაინც ენა გეცოდინება და რაღაცა ძალიან მარტივად დაუთმე ეს და წავედი ჩავაბარე დასავლეთ ევროპა ავირჩიე, მაგრამ ნუ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ეთყობა ძალიან არ მინდოდა, თორე ესე მარტივად მე არაფერს არ ვუთმობდი არავის. ერთადერთი მამას დაუთმეთ. ხო, მამას, იმიტომ რომ არასდროს არაფერი უთხოვია ჩემთვის და პირიქით ყველაფერს მისრულებდა ამ ქვეყანაზე. თუ კი რამე ოდესმენდა. როგორ ფიქრეთ, დაუშვით შეცდომა? არა მგონია, იმიტომ რომ თუ ვიღაცას ჩემი ფილმში გადაღება ენდომებოდა, ასე ქუჩიდან შეიძლება აიყვანო ადამიანი და გენიალურად ითამაშოს, ხო. ეს არ მომხდარა და სცენაზე ისედაც ვდგავარ და ხა რო გითხრა რომ რაღაცაზე გული ყდება რომ აი მაინც და მაინც თუმცა ახლაც არ არის გამორიცხული. ხო, ასე რაღაცა ახლა მუსიკალურ სპექტაკლებში მითამაშია ბავშვობაში და რაღაცა ძალიან დიდი სიამოვნება არის. მიყვარს საოცრად თეატრი და რა ვიცი, სულ ვიძახი რომ მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ადამიანი თეატრში რომ რაღაცა სულიერად დაისვენოს. თქვენ თუ კაი სპექტაკლზე მოხვდებით, მით უმეტეს, კი ბატონო. რა, იმიტომ რომ ეს მართლა დიდი თქვენ რა მუსიკაზე იზრდებოდით, ხალხურონოა? ჩვენ აი ის თაობა ვართ, ვისაც აი ფირფიტებს რო ცვლიდნენ, უცნობი ადამიანი კარებს რო აღებდი და ფირფიტებით უცნობი ბიჭი რომ დგარა და უკაცრავად თუ შეიძლება გავცვალოთ დისკები და მე ვცვლიდით ის ვიღაცა წერდა ის ნუ ვიღაცა აბრუნებდა ვიღაცა არა ან მით უმეტეს ჩვენ დავდიოდით და სულ ჩამოგქონდა რაღაც ეს ფირფიტები და ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო ჩვენი თაობის ბავშვებისთვის და ნუ რა ვიცი ძალიან ხარისხიან მე ძალიან ისეთ მუსიკოსებთან ბიჭებთან მეგობრობდი რომლებიც სულ ისმენდნენ და ასე რომ ავტომატურად ჩვენს გვესმოდა ეს მაშინდელი ძალიან ესეთი აქტუალური ბენდები და ესეთი ჯგუფები შეიძლება დიდათ არ ვიყავი მე მათი ფანი, მაგრამ ხო ახლა აი ეს ბიჭები ისეთ მუსიკას უსმენდნენ რომ ძალაუნებურად ჩვენს გვესმოდა ეს და ვიზიარებდით და მოგწონდა რაღაც ახლა ის ჯგუფები მახსოვს Temptation-ი და რა ვიცი მე ნუ ახლა ეს Weather Report-ი და ესენი უფრო მერე იყო ხო არის რაღაცა ჯგუფები ნუ ახლა ეს Pink Floyd-ს და Beatles რო ყველა უსმენდა და Rolling Stones ეს აუცილებელი პროგრამაა აი ამას გეუბნებ ხო მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ხვდები რომ თურმე
საუკეთესო მუსიკას უსმენდა ჩვენი თაობა და მეც ასე მგონია. ბევრად ხარისხიანს ხო და რა ვიცი ეს ხო ნუ მე თლიანობაში შენს გემოვნებას ესთეტიკას აყალიბებს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ნუ მე ისეთი საოცრებების მოსმენა მოგვიწია უკვე მერე და მერე რომ მე პერიოდულად მაგალითად ჩემი შვილის ოთახს ვაღებდი ხოლმე ვეუბნებოდი რომ ამას არ უსმინო და მომხურავდი კარებს ხოლმე მაგრამ ნუ რო გაიზარდა მე თვითონ იქაც ეს ფილტრი ჩაერთოთ როგორც წესი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ დამეთანხმებით ხალბატონო მაია როცა ბავშვი მიყავს მუსიკაზე განსაკუთრებით ესე საესტრადო მიმართულებით მით უმეტეს რა თქმა უნდა არ დავასახელებ მე ანსამბლის სახელს და ასე შემდეგ ამის წინ შემთხვევით თვალი მოვკარი სოციალური ქსელი იყო თუ ტელევიზორით აღარ მახსოვს წყვილს არ ვიტყვი რაღაც საბავშვო კონცერტი იყო გავძელი ზუსტად 10 წუთი და თან ეს ბავშვები შემეცოდა და ვთქვი რომ ალბათ მათი ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცე და ეს გამიჩნდა მართლაც ეს შეგრძნება კიდევ ერთხელ ვამბობ არავის რა თქმა უნდა არ უნდა შეურაცხყოფა მიმოყენოთ ამიტომ არც სახელს ვამბობ არც გვარს და არც რა თქმა უნდა ბავშვთა ანსამბლის სახელწოდებას მაგრამ მე ასე მგონია რომ ეს არ შეიძლება თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი რატო ხდება ეს ასე იცით რა არის მე ამ შემთხვევაში ამ ადამიანზე უფრო მეტად ვადანაშაულებ ამ ბავშვების მშობლებს გეთანხმები იმიტომ რომ ის ერთია ის ადამიანი ეს მისთვის არის ძალიან მომგებიანი ბიზნესი და არანაირად პასუხისმგებლობა და აქ ესთეტიკაზე და საერთოდ ხარისხზე და განათლებაზე არ არის ლაპარაკი ეს არის მშობლების ბრალი. მათ რა ისინი წირავენ თავის შვილებს უგემოვნობისთვის, ვულგარულობისთვის და აქ სიმღერის სწავლაზე, განათლებაზე, ესთეტიკაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის. ეს არის მხოლოდ მშობლების ბრალი. სხვათა შორის, აი მე და ეკა კახიანს ჰქონდა ვოკალური სტუდია ჩვენი პიონერთა სასახლეს ვეძახიმე დღესაც. სასახლესთან არსებული და ესე 7 წელი ვიმუშავეთ აქ და ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა, გაიზარდა ჩვენ თვალწინ და მე რითიც ვარ ძალიან კმაყოფილი ამ ჩვენი მუშაობით, რომ აი საოცარ რეპერტუარს ურჩევდით ამ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ისეთი ბავშვური აღარ არის რეპერტუარი დღეს, იმიტომ რომ იმ სიმღერებს ჩვენ რასაც ვმღეროდით, დღეს ვერ ამღერებ უკვე, აღარ არის იქიდან ყველა მისაღები და მეც აღარ მომწონს, მაგრამ ეს იყო იმ დროისთვის ორგანული. დღეს სხვანაირი რეპერტუარი, მაგრამ თუნდაც იყოს უფრო ზრდასრულის რეპერტუარი, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ასწავლი. მოსულან ბავშვები და უთქვამთ, რომ აი მე ამას ვიმღერებ და ნუ მე მithოვია ტაქტიანად, რომ არა, ეს სიმღერა არ იმღერო, იმიტომ რომ ეს არ არის. და აი მე უკვე ძალიან რო გვიყვარდებოდა ერთმანეთი და ახლობლები ხდებოდით ჩვენ და ეს ბავშვები და მათ უკვე ჩვენი ნდობა უჩნდებოდათ და პირიქით უკვე ძალიან გვენდობოდნენ. აი მე ნელ-ნელა ვუხსნიდი ამ ბავშვებს ისე რომ არავისთვის არ მიმეყენებინა რა ნუ კორექტულად ხო რასაკვირველია და ვუხსნიდი რომ აი ეს არის უგემოვნობა აი ეს არის სულია ბავშვებთან მუშაობა ძალიან აი ძალიან ჩემთვის ისეთი აღმოჩენა იყო იმასაც ათუცნიებთ ეხლა რომ თქვენი პედაგოგებიც რთულად მუშაობენ თქვენთან ზიურის დროს აი წარმოიდგინეთ ისეთი 18 გოგო ისეთი ამბავი იყო ხოლმე არ გინდა ამ 18 ბავშვის დაწყნარება და გაჩუმება და ისა მაგრამ ნუ ძნელი იყო და მე აღმოვაჩინე რომ თურმე რამდენაირი ბავშვი არსებობს რატო იყო ეს მარტო მაინდა-მაინც რატო გადაწყვეტეს რომ მხოლოდ გოგოები ნუ ერთი ბიჭი ყავდათ მართალია მაგრამ ხო და ისიც მალე განდევნეს მალე გაუშვეს ხო და იცი რა ვიცი ადრე ყოფილა თურმე სასახლეში რაც ბიჭების ბენდი
მაგრამ ვერასდროს ვერ გაამართლეს, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ზოგს ასაკი ხო იცი მუტაცია ეწყება, ხმა ეკარგება, ვიღაცას მერე ჯარი უწევს, ვიღაცას სიგარეტს ეწევა, ვიღაცას ქუჩაში უნდება დგომა და ნუ რაღაცა არასტაბილური ის იყო რა ბიჭებმა ვერ გაამართლეს და ნუ მერე ზარო დაიღალნენ ხან ერთი წავიდო და მიამატებდნენ თურმე ხან მეორეს მერე მოგვიყვნენ ჩვენ უკვე იგივე ხელმძღვანელები ვინც ჩვენ ყავდა რომ ნუ ვერასდროს ვერ ავაწყვეთო რეპერტუარი და რაღაცა თან ხო იცი ბიჭები ცოტა ისეთები არიან ნუ რაღაცა ვერ იხდენდნენ ზოგი რეპერტუარ ზოგი მორცხობდა ზოგს აღარ უნდოდა და აი მე გადაწყვეტეს რომ დავანებოთ ამ ბიჭებს თავი და მოდი გოგოები და აი რაღაცა ესეთი იდეა გაჩნდა და ალბათ მაია სულ ამას ვამბობ ხოლმე ყოველი გადაცემის დასასრულს რომ საინტერესო სტუმართან ძალიან მალე გარბის დრო ისე გავარდა დრო რომ აი მე თვითონაც ვერ გავიგე და მაგრამ არ შემიძლია ტრადიცია დავარღვიო და აქ არ კითხოთ და მოკლედ რომ ვიპასუხოთ რომ შეეცადოთ ესეთი პატარა ტრადიცია დავნერგე ერთ კითხვას ვთხოვ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები რა თემაზე უნდა ვისაუბროთ, ვეუბნები ვინ მყავს სტუმრად და ის ერთ კითხვას გამომატანს ხოლმე სტუმართან. თქვენ შემთხვევაში გამომატანა ასეთი კითხვა: რას ურჩევთ იმ ასაკის ბავშვს, ვინც აეხლა მაგალითად შედის იმ მორევში, იმ დინარეში, რითაც იწყებდით თქვენ? ბავშვებსაც ურჩევ და დიდებსაც და ვინც სცენაზე დგას ყველას, რომ იყავი ყოველთვის გულწრფელი და იყავი მართალი. იმ წამს, იმ დროს, რასაც აკეთებ. ჩვენთან სტუმრად გახდათ მაია ჯაბუა, დიდი მადლობა თქვენ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. ნუ რატომ ეს კომპოზიცია და რატომ ვასრულებთ ამ მუსიკალური ნაწარმოებით, ალბათ ყველაფერი გასაგებია დროებით.